ხალხობრივად მე უპირველეს ყოვლისა იმ პოზიციის გამოხატავნა რომ არაფერია გადასაცემი სასამართლოსთვის არ არის და არაფერია განსახილველი საერთოდაა. ხო და თუ შეიძლება თქვა თუ არ თქვა. ხო. ბატონო, მოკლედ მე პირველ რიგში იმას ვიტყვი ხალხობრივად რომ დარწმუნებული ვარ რა თქმა უნდა საქმის გადასცემა. დარწმუნებული ვარ რომ ვინც მოსამართლე იქნება განაჩენსაც გამოვიტანს მაქსიმალური ვარით რაც ამოხჩია. და თითქოს ეს ყველაფერი ცნობილია, მაგრამ მაინც ვსაუბრობ. დავდივარ ყველა სასამართლოზე, ვსაუბრობ ყველა პროცესზე, ვცდილობ პოზიციის დაფიქსირებას და ალბათ გესმით, რომ აქ ჩემი საუბრის თავარი მოტივი არ არის სასამართლო დავარწმუნო ამაში, იმიტომ რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. თავი არის მაგალითად აგერ კესოზის ჩემი ძალიან გონიერი ადამიანი, ძალიან გონიერი ახალგაზრდა და მინდა მას ესმოდეს და მის მსგავს ადამიანებს ესმოდეთ ჩემი პოზიცია რასთან დაკავშირებით, როგორი ხედვა მთელი ამ პროცესის მანძილზე. ჯერ ერთი მხრივ აი ხომ აბსოლუტურად ცოტა რაღაც ლოგიკას მოკლებულია თვითონ თავისთავად პროცესი, რომ ჯერ პროცესის მტკიცებულებებს განვიხილავთ, რომელიც დასაშორება არ დასაშორება და მე ვწვეთ საერთოდ ეს საქმე არსებობს თუ არ არსებობს. ნუ ასეა კანონში და ამიტომ. ესეც ერთ-ერთი ნიშანია ზოგადად იმისა, როგორ ვითარებაში ვიპოვებთ და წლებია ესეა, ახალი ამაში არაფერი. უბრალოდ თქმა მინდა იმის, რომ ფორმალური ხალხსაზრისით, რომელიღაც კანონში რაღაც მუხელი რომ წერია, ეს აბსოლუტურად არ ეძლევა არანაირ უფლებას, რომ ამით ასე ვთქვათ, ასე უხეშად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართალდამცველმა ორგანოებმა და ადამიანი კრიმინალად გამოაცხადა. სხვადასხვის მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ მე როგორც ვიცი საკმაო კვალიფიკაციის იურისტებთან, ეს მუხლი, აი ეს მუხლი ამ რედაქციით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში პირველად ისტორიაში გაჩნდა, სადაც 11-12 აპრილს 1999 წელს. მანამდე არსებობდა მხოლოდ ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის და აგიტაციისთვის მუხლები. ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობის მუხლი მხოლოდ 99 წლის 9 აპრილის შემდეგ გაჩნდა და მე სამწუხაროდ ჩვენ წლების განმავლობაში ვინც ქმნიდა ქართულ კანონმდებლობას სხვადასხვა მიმართულებით, ნუ მაქსულისვეთების ხალხი იყო და რჩებოდა ეს მუხლი და დღემდე მოაღწია. მე როგორც მახსოვს, არავინ არ არის საქართველოს ისტორიაში გასამართლებული იმ სიტყვისთვის, რომელიც მან წარმოთქვა თავისავე სასამართლო პროცესზე. ნუ ბევრი ფეხე და ბევრი ნუ როგორ ამ შემთხვევაში ეს кейსი იქნება პირველი. რას მინდა ყურადღება მივაქციო? ხო, ფორმალურად ეს მუხლი წერია. მე ახლა რამოდენიმე სიტყვის შემდეგ ვიტყვი, გავიმეორებ ამ ბრალდების არსats, მაგრამ მანამდე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ საინტერესო ავტორს. ხან არ გეკნება განაგონი და გეკნება განაგონი მისი, გეკნება დაგებული მისი ძალიან საინტერესო ანგარიში ბოლოტების ბანალურობის შესახებ. საბედიეროდ ეს წიგნი ახლა ქართულადაც არსებობს. ნუ ვინც ვერ კითხულობდა ინგლისურად, შეუძლია ახლა ქართულად წაიკითხოს. მე ვთვლი, რომ ეს უნდა წაიკითხოს ყველა გამომძიებელმა, ყველა პროკურორმა და რა თქმა უნდა ყველა მოსამართლემ. არსი რა. აი ეს არის ანგარიში აიხმანის სასამართლო პროცესზე, რომელიც ისრაელში გაიმართა, შემდეგ ამ პროცესის შედეგად აიხმანი დასაჯეს სიკვდილით და ჩამოხუჭეს. ამ წიგნის ავტორი ამ ანგარიშის ავტორი არის გაოგნებული, რითია გაოგნებული? აიხმანს და მის ადვოკატს მთელი პროცესის განმავლობაში არ ესმით ბანალური ჭეშმარიტება. ისინი ბოლომდე ამტკიცებდნენ, რომ მოქმედებდნენ ფაშიზმის დროს სრულიად კანონიერად და არ ცდებოდნენ, იმიტომ რომ კანონში ჩაწერილ ნორმებს ასრულებდნენ, კანონქვემდებარე აქტებს ასრულებდნენ და აიხმანი თავისი არსით ძალიან საინტერესო პიროვნება იყო იმ თვალსაზრისით, რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს კანონის ფარგლებს ვერ. ყველა მისი ქცევა, აბსოლუტურად ყველა გამომდინარეობდა მესამე რაიხის კანონებიდან და კანონქვემდებარე აქტებიდან. სიკვდილით ეს კაცი დასაჯეს არა იმიტომ, რომ მან კანონი დაარღვია, არამედ სწორედ იმიტომ, რომ მას არ დაურღვევია არც ერთხელ ეს ფორმალური კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სამართლიანობას და ადამიანის ღირსებას. ისე ავიდა შაკოცი ვერ ხდებოდა რა დააშავა კანონების შესრულება. აი დღეს ჩვენ ცხოვრობთ ასეთ საქართველოში, სადაც სიტყვაზე ხო ტროტუარზე დგომისთვის მოსამართლეებს თითქოს კომფორტია, თუ მიუსაჯონ ადამიანებს, სადაც ეს კანონში წერია. აი ეს არის იგივე ანალოგია. გასაგებია, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ადამიანის ფიზიკურ მსხვერპლზე, როგორც აიხმანის შემთხვევაში იყო, მაგრამ
ეს არ ცვლის აი ამ ბოროტების რეჟიმისადმი სამსახურის არც ცვლის. არ ცვლის აი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. აი მაგალითისთვის წარმოიდგინეთ სტალინი, რომელიც ადამიანებს ხორეთდა უმოწყალო. დარწმუნებული იყავით, რომ ის კაცი ძალიან წოხდა, რომ მას არ ჰქონდა საშუალება ძველი ეპოქის მეთოდების გამოყენების. ანუ არ შეეძლო თავისუფლების მოედანზე ცოცხლად დაეწყო ოპონენტები. ამ მას უწევდა თავისი გონების ესე იგი აღქმა ესეთი იყო, რომ მას უწევდა მის ეპოქასთან შეგუება და ნაცვლად ცეცხლზე დაწვისა ადამიანები უბრალოდ სადღაც ფორმალურად უნდა გაესამართლებინა და ჯურნალში გაეხვიდათ. ეს მას ძალიან აწუხებდა, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა ხელები გახსნილი და ეს შუა საუკუნეების მეთოდებს ვერ იყენებდა. აი ჩვენი რეჟიმი დღეს ადამიანებს არ ხმარობს. დიდი ალბათობით ის ასე წუხს, რომ მას არ აქვს წარსული ეპოქის მეთოდების გამოყენება და უბრალოდ ადამიანების ციხეში ჩასვლა უწევს. არა აქვს მნიშვნელობა ერთი დღით თუ ორი დღით. უპირველეს შემთხვევაში ეს არის მთელი არსი იმისა, რომ აი ამ ერთიანი პატიმრობით თუ 10 დღიანი პატიმრობით ისინი უპირველეს ყოვლისა ადამიანურ ღირსებას შეუწყობენ. აი ახლა თქვენ რომ მე მასამართლებ, მე რო აი გზია. აი ამ ოთახში. რასაც აი კესროს ჩემი ოჯახის წყალში. ეს შენობა კი არ მიქნის დისკომფორტს. აი ეს უღირსი მოქცევა თითქოს ისე მეკცევით ქართული სახელმწიფო მე ვიყო რა ვიცი ცხენის გუნდი, არ ვიცი რაღაც ესეთი. არადამი არ არის. რაც შეეხება რასაც რომელი პროცესიც უნდა განიხილოს ეხლა სასამართლომ და როგორც თქვი, ესე მოიქცევით, ესე გააგრძელოთ ყველაფერს. ეს ეხება ჩემ ფაზებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. და აი აბსურდულობა მთელი ამ პროცესის რომალებს იმაში, რომ პროკურორს მოყავს მოწმენი. არა და მე ვიმეორებ ამ სიტყვას, გავდაბნობა. ივანიშვილის ხელისუფლება არის დასამხობი. ეს არის ერთადერთი ყველაზე შესაძლებელი და ყველაზე სამართლიანი გზა, რაც ჩვენს ქვეყანას მომავალში უწევს. სხვა გამოსავალი ჩვენ უბრალოდ არ აქვს. არა მხოლოდ დასამხობია ნებისმიერი ფორმით და ასეც იქნება. არამედ მას შემდეგ გასასამართლებელია ივანიშვილიდან დაწყებული მთელი სახელმწიფო აპარატი, ვინც ამ რეჟიმს ემსახურებოდა. იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო აპარატი, გარდა იმისა, რომ საქართველოს თავისუფლებას რეალურად ეხებს, ის ღირსებას ყოფს თითოეული მოქალაქის. ეს არის სუსტად ის დანაშაული, რაც არ ემთხვევა აღწერა. უბრალოდ ჩვენ მე როცა ვსაუბრობ დამხობაზე და ხდები ამას არ ამბობენ, ნუ გასაგები ვითარებაა, ხო? ჩვენ ცხოვრობ დიქტატურაში. დიქტატურაში ნებისმიერი ფრაზა, რომელიც წითელი ხაზის გადალახვას უახლოვდება ხელისუფლების წინააღმდეგ, არის დასჯა. ჩვენ ცხოვრობთ ჩვეულებრივ დიქტატორულ ილუზიაში, რომელიც ხდება ყველა სადაც კი დიქტატურა არსებობს. ისეთი ილუზიაში თითქოს ყავს მე ყველას პატივისცემი არავის დაკნინებას არ ვცდილობ, უნდა დამიტოვოს. თითქოს ყავს პოლიტიკური ოპოზიცია. ნონსენსია, აქსიმერონია. როგორ შეიძლება ყავდეს ოკუპანტი დიქტატორი და ამავდროულად ყავდეს პოლიტიკური ოპოზიცია, რომლის იმედი შეიძლება ჰქონდეს, რომ ის მას არჩევნებში შესვლის. აი ყველაზე კარგი ოქსიმერონის ყველაზე კარგი მაგალითია ცხელი თოვლი. აი ზუსტად ეგ არის ოპოზიცია და ივანიშვილი. შეუძლებელია მოწანა. უბრალოდ არის ადამიანთა გულმოდგინე, კეთილსინდისიერ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ ეშვება ამ თავის იდეას, რომ რაღაცა შეიძლება სადმე არჩევნების გზით მიიღწეს. გამორიცხული. აი მე გეტყვით ხალხმა ერთი ნაცნობი მყავდა ბელორუსელი, რამდენიმე წელი გარეთ რო ვიყავი, მქონდა ეს საშუალება და ის როცა ვსაუბრობდი, მან კითხა ის შე როგორ ფიქრობ, რა შეიძლება ბელორუსში მოხდეს, რომ ვითარება შეიცვალოს. ნუ თან უნდა დაამხოთ. ლუკაშენკო უნდა დაამხოთ ფიზიკურად, რაც არ უნდა დაგიჟდეთ. სხვა გზა არ არის. ზუსტად ამ ვითარებაში ცხოვრობთ დღეს ჩვენ. და ჩვენ რა თქმა უნდა, ვიმეორებ იმას, რაშიც განიმედება. ხო, რა ვიცი, სამსახად ეგრეა. ხელისუფლება, არ შევამსუბუქებ მხოლოდ ივანიშვილის. ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ ყავს. ივანიშვილით, ყობახიძით, ყველანი უნდა დავახოთ. ეს არის ერთადერთი გზა. ეს ფორმალურად, აი ზოგჯერ ადამიანებს აშინებთ ხოლმე, აშინებთ ეს ფრაზეოლოგია, მაგრამ სინამდვილეში ამას საშიში არაფერი არ არის. ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა, როცა დიქტატურა ისე აწვევა საზოგადოებას, საზოგადოების ერთადერთი რეაქცია არის საბოლოო ჯამში, როცა იქნება, როგორც იქნება ამ რეჟიმის დამხობა. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დამხობაში უნდა მიიღოს მთელმა საქართველოს მონაწილეობა. ეს არც არასდროს მოხდა. არც ერთი დიქტატურა სინამდვილეში, არც ერთი ტირანია
არ დაუხია მთელ ეს. მინდა გითხრათ, რომ მთელი ერი როგორც ასეთი, არც მონაწილეობს ხოლმე, არც ერთ პოლიტიკურ პროცესში. შეგახსენებთ მერაკოსტავას შეფასებას 3 და 5,000 კაცამდე მონაწილეობდა ანტისაბჭოთა აქციებში მაქსიმუმ საბჭოთა კავშირში. იმასაც შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირში პირველი არჩევნები გამსახურდია ჩატარდა 53% აიღო. მეტი არის ილუზია, რომ მთელი საქართველო იქეთ იყო, არ იყო. ამიტომ ბუნებრივია, რომ რეჟიმს ხალხს მხარდამჭერებს. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც ვინმე რამე სახით მოსყიდული, დაშინებული, ინდიპენდენტური არ აქვს მნიშვნელობა. რაღაც საზოგადოების ნაწილი მას ხარს უჭერს. ჩვენი ამოცანა, როცა როგორც ამბობენ ქართულ საზოგადოებაში ხშირად არის ეს, რომ ვიღაცები დავარწმუნოთ, დაარწმუნოთ უნდა ოპოზიციამ გადმო ვიღაც ხოცის რო ხმას აძლევს, არ არის ეს ამოცანა. ესეთი ამოცანები, როგორც წესი, გამწირულია, იმიტომ რომ შეუძლებელია მაგალითისთვის დღეს რეჟიმს ხარს უჭერს ამ ადამიანის მოკავშირეობის იმედი ვინმეს ჰქონდეს. არა, ჩვენ რა ძალაც არ უნდა გახდეს საჭირო, რა ფორმაც არ უნდა გახდეს ამისთვის საჭირო. ჩვენ უნდა მივახციოთ, ამას ვამბობ, რეჟიმის დამხობას, ხელისუფლების დამხობას. შემდგომ ყველა უნდა გავასამართლოთ აი ამ სასამართლო დარბაზებში. აი აქაც არის ერთი ნიუანსი, ხო? რატო ვამბობ ამას? ხშირად არის უსმენ ხოლმე, მე ბევრს უსმენ ხოლმე ხა მithumedes ციხეში ამ პოლიტიკურ აქტებს. ნუ ამბობენ, რომ სასამართლო უნდა იყოს ისეთი, რომ აი მე ამათ რო გავასამართლებთ ჩვენ წესიერი სასამართლო და რაღაცა მართლმადიდებელი სიტყვები. ტყვილია. ეს არის მორიგი ტყვილი, რასაც ჩვენ საზოგადოებას ხშირად ვაწვეთებენ და გზას ვიგნებენ. არანაირი სასამართლოს რეფორმა არ მოხდება, როცა ამათ დავამატოთ. ესენი უნდა გასამართლონ იმ სასამართლოს, რომელიც იარსებობს. ჩვენ ვერ დაველოდებით სწრაფ მასაჯულებაა ჩვენი პრიორიტეტი, ვერ დაველოდებით იმას, რომ ივანიშვილის გასასამართლებლად ახალი სასამართლო მოსამართლეები გავზარდოთ. ვერ დაველოდებით. ასე მოუწევს აი ამ დარბაზში თქვენ მოგიწევთ დიდი ალბათობით ამ პროცესის გასამართლება, აი ამ პროკურორებს ამოცილაციებს, მაგრამ მოუწევს მოსამართლეების გასამართლება. მოუწევს პროკურორების გასამართლება. აი როგორც გითხარით, ყველა ის ადამიანი, ყველა თქვენი კოლეგა, ალბათობრივად მე არ ვიცი თქვენ კონკრეტულად რომელ საქმეებში მიგებიათ მონაწილეობა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ტყუილად იმშვიდებენ თავს თუ თვლიან, რომ კანონში წერია რაღაც ფორმალური მუხლი და ამიტომ რომელიმე ადამიანს 3 დღით გაუშვებენ ციხეში და მერე რა. ჯერ ერთი კანონში ეს ფორმალური მუხლი არის არასამართლიანი და ადამიანის ღირსების შემლახველი. მე არ აქვს მნიშვნელობა 30 წლით დაპატიმრებთ, მნიშვნელობა როგორ არ აქვს, არსებითი მნიშვნელობა აქვს სხვა თვალსაზრისით, მაგრამ ადამიანის ღირსების შეურაცხყოფის მნიშვნელობა არ აქვს 1 საათი დააპატიმრებთ უდანაშაულო კეთილსინდისიერ ადამიანს, მხოლოდ იმიტომ რომ რეჟიმს უნდა თუ დააპატიმრებთ 20 წლით. აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია არის ძალიან მყარი, უცნაურია ის რომ უბრალოდ არც არის უცნაური რომ ესე მასიურად საჯაროდ ყველა ამას არ გაიძახის, რომ ხელისუფლება უნდა დავამხო. გასაგებია მიზეზები რატომ არ ამბობს ამას საზოგადოების ფართო წრეები, მით უმეტეს უფრო გასაგებია საერთოდ რატო არ ამბობს ამას პოლიტიკური აქტორები, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ, ხო? ჩვენ ყველა ერთნაირები ვართ, არ ვართ ვინმე განსაკუთრებული გმირები და თავზე ხელაღებულები. ადამიანებს უბრალოდ ეშინი, სამართლიანად ეშინი. ადამიანებს როგორც გითხარით, მარტო ციხის კი არ ეშინიათ გამარჯობა. ეშინიათ შეურაცხყოფას, რომელსაც მიიღებენ რეჟიმის მხრიდან და რომლის ატანა მოუწევს მთელ ოჯახს, ბავშვების ჩათვლით. ამიტომ რო არ ისმის ხშირად და ყველა ამას არ ამბობს, ეს არც არის გასაკვირი, როცა უფრო მასიურად გავიგებთ ამ სიტყვებს და როცა უფრო მასიურად გავიგებთ ამას უბრალოდ ყოველთვის ჩვენს გონებაში, ჩვენ თვითონ ამ შედეგს დავატოვებთ. და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რაც ხშირად ისმის, რომ აი ამ დამხობასთან დაკავშირებით ერთი ნიუანსის გამარტვა ამიტომ არის საჭირო. ამბობენ, რომ აი არჩევნების გზით ჩვენ ხელისუფლებას შევსვით, ვიღაცები ამბობენ. მეგობრებო, აი ამ ფრაზეოლოგიით ჩვენ კი არ გვატყუებენ ეს ადამიანები. თავს იტყუებენ და უფრო მეტად ატყუებენ ივანიშვილს. იმიტომ რომ ნებისმიერი არჩევნების შედეგი ივანიშვილის მიერ ხელისუფლების დახმარება ნიშნავს მის მოყვანას აი ამ სკამზე. არა მარტო მთელი მისი წერის. ამიტომ როცა მეუბნებით ივანიშვილს, რომ არჩევნებით უნდა წახვიდე, აპრიორი გულისხმობ, რომ შენ გაგასამართლებ და ჩაგსვამთ იმ კამერაში, სადაც ეხლა დაუშვათ მიხეილ სააკაშვილი, ან მევზივარ, ან სხვა. და აი გაგახსენებთ, რომ ეს 100 წელი არ გავა არჩევნების შედეგი. ეს მოხდა მოლდოვაში, ხო? მოლდოვაში ის ნახატები, რომელიც ადგილობრივი ივანიშვილი, ეხლა მიუსაჯეს 19 წელი.
აი გარანტირებულად დაახლოებით ასეთ საჯელს მიიღებს ივანიშვილი. ამიტომ მას უბრალოდ გზა არ აქვს. მას არ შეუძლია წავიდეს ციხეში არჩევნების შედეგად, ამიტომ შეაკვდება ამ მდგომარეობას და იქნება ბოლო წუთამდე სანამ შეძლებს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ეს აი როგორ აღარ იცი დარწმუნებული ამაში, როგორც აი გარდაუვლობა, რომელიც აი მაგალითად ხვალ კალენდარული დღედადღება. აი ზუსტად ესე მოხდება ეს. უბრალოდ მე კიდევ ერთხელ აი საუბრის ბოლოს გეტყვით ორ სიტყვას, რატომ არ უნდა გადასცეთ აი ჩემი ეს სისხლის სამართლის საქმე, აბსოლუტურად ხო წესი თუ ვამბობ, რომ დასამხობია ეს კაცი და ნუ ამაზე უგამასამართლოთ. იმიტომ რომ თქვენ არ გაქვთ ამის მორალური უფლება. არც ერთ ქართველს არ აქვს მორალური უფლება გაასამართლოს მეორე ქართველი, იმიტომ რომ მას უნდა საოკუპაციო რეჟიმის დახურვა. მე გავაკეთებ ყველაფერს, ყველაფერს, რაც შესაძლებელია და რიგ შემთხვევაში შეუძლებლად წარმოსადგენსაც კი, რომ ივანიშვილი დავაყოთ. მან აქვს მკაცრესად პასუხი მისმა სასამართლო სისტემამაც, მისმა გამომძიებელ პროკურორებმაც, იმიტომ რომ ქალბატონები, თქვენ პატარა არ ხართ, ხო? ასაკით ეხლა მოსამართლე თქვენ გემახსოვრებათ, ხო, ჩვენი წარსული უახლოესი. ჩვენ დავუშვით ისტორიული, ეპოქალური შეცდომები ქართულ საზოგადოებაში. როცა ჩვენ არ გავასამართლეთ კომუნისტები. და თქვენ წარმოიდგინეთ რა მოხდა ჩვენს ისტორიაში. ჩვენს ისტორიაში მოხდა ის, რომ ანტისაბჭოთა, ანტიიმპერიალისტი გამსახურდია დავამხებ ამ საზოგადოებას. და შედეგად ხელისუფლებაში მოიყვანეთ ცეცხლს ყოფილი მდივანი. იმიტომ მოხდა ის, რომ არ გავასამართლეთ, არ დავაშვით შავს შავი, თეთრს თეთრი. აი სააკაშვილის ხელისუფლებას რომ ეხლა ვისაც არ იზარება უშვერი სიტყვებით მანძილებს. სააკაშვილის ხელისუფლება ამომართულებით კიდევ უფრო დიდი კლასი აჩვენა. საერთოდ შეტყობა ყველა იქ. თითქოს მართლა არსებობდა ეროვნული თანხმობის საჭიროება ცდარი აღმოჩნდა. ცდარი აღმოჩნდა მიშა სააკაშვილის ხელისუფლებაში გოგა ხაინდრავას, ვოლსკის და გურამ აბსტაძის ყოფნა. ცდარი. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გავესამართლებინა 90-იანი წლის დამტრიალებელი აქტორები, ჩვენ ისინი შემოვიდნენ. ცდარი აღმოჩნდა. ამიტომ ეხლა მე ბევრი სიტყვა ეს გაწყვეტილი საქართველოში, ბევრი, მაგრამ გულწრფელად აი მერტია მოწამე ვამბობ, ესოს თაობისთვის ყველაფერს გავაკეთებ, იგივე შეცდომა არ დავუშვათ. მასაც არ მოუწიოს აი ესეთ მარაზმში ცხოვრება და შავზე თეთრი თუ თეთრზე შავი უკუღმა არ აქვს. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენ არ აგვაქვს სხვა გზა თუ არსებობა გვიწერია, რომ ეს ხალხი დამხობის შემდეგ გავასამართლოთ, ყველაფერს გავარკვევთ თავისი სახელი, თუნდაც მოკლებადიანად ვინმეს ეს არ მოსწონდეს და ამავდროულად აი ამ დასამხობ ივანიშვილს მე ვესმის, რომ მას ნაციონალური კაცია კარგად ესმის ყველაფერი, მაგრამ მე მაინც გავუმეორებ. ტყუილად ნუენდობა მივცეთ ფრაზას, ვინმე შეიძლება მისცეს პირობა, რომ ხელისუფლებიდან წასვლის მერე ის რამე სახით გადარჩა. გამო მე პირადად გავაკეთე ყველაფერს, რომ არას დიდებით ეგ მტარვალები არ გადარჩა. იმათი აპილი არის აი აქ, თქვენ მოგიწევთ ამის გასამართლება, ტყუილია ის, რომ ჩვენ შევეძლებით დანიის ან ჰოლანდიის სასამართლოს 2-3 წელიწადში, 2-3 წელს მერე რომ გამოვიცნით. ამიტომ კიდევ ერთხელ დამეჯითებით შემიძლია გავემეორო ის რაშიც ბრალი მედება. ბიძინა ივანიშვილი, დღევანდელი ხელისუფლება. ისა ქალბატონები, თქვენ ერთი წამი ქალბატონები, თქვენ ხო ეხლა შეწყვეტთ ბევრი ვისაუბრეთ, ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში, აი ნამდვილად არ მეგა თქვენ შეწყვეტება და თქვენ მე ციხეში მიშვრით ქალბატონები. თქვენ წაღებული გაქვთ ჩემი 9.5 წელიწადი, კესო რომ დაიბადა იყო 6 წელს, რომ გამოვიდი 10-ის და ეხლა ისე 9+3 უნდა ციხეში გაშვება. თქვენ არ გინდა თუნდაც ჩემი ცდარი შეხედულებების მოსვენა? აი რამდენი ხანი შემიძლია ვისაუბროთ, ხო? 5 წუთი კიდე, 10 წუთი სიტყვაზე. თქვენ ეს გაწყვეტთ. მე არ ვისაუბრებ, დაასრულებ, მოგეცით. გავიგე, ხო და მე ჯერ პასუხი. ვიმეორებთ და აღარ მინდა გამეორება არაფრის. გავაკეთე, გასაგები, რომ შეწუხდით და აი ბოლოს რემარკას ვაკეთებ, აი ამას, რასაც აქ არის საუბარი, რომ ერთ თეიგებზე ვეღარ მოვისმენთ არაფერს. დაასრულებ და საუბრებენ ადვოკატები. ქალბატონები, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. ხომ და გესმოდით, რომ მე ვარ ბრალდებული, ხო? შეიძლება რაღაც ფრაზები გავინე. ამაში დასაძლებელია.
ეხლა თქვენ ვფიქრობთ, რომ ბედნიერებისგან, აი აქ მეტარებაში ვარ და შემიძლია ასე. თქვენ შეგიძლიათ მე ამ სიტუაციაში ხო? ხას მეკავ. თქვენ მეგრჯერ გაიმეორე, არ შეგაწყვეტინეთ არც ერთხელ. ეხლა უკვე რაღაც დონეზე უკვე გაწყვეტინეთ, იმიტომ რომ არ გვინდა ამდენი გამეორება და დაასრულეთ. საუბარი დავასრულოთ საერთოდ თუ ის არ გავიმეორო დამხო. დაასრულეთ საუბარი. დროში რა შეზღუდული? რა თქმა უნდა, ხო სასწავლო სხვა შეიძლება ვისაუბროთ. რამდენი დრო გავდა? რამდენი მოგქონდა აქამდე დრო ის იყო? მე რატო არ მითხარ წინასწარ ეს არის დრო. აი ხო გადას როგორ მედავით გადაგონდა. კიდევ პროცესი შევწევ. ამასაც დრო ჭირდება, რასაც ახლა მედავით. ხალხატონები, თქვენ მოსამართლეთ. თქვენ მე მასამართლეთ. რა გავაკეთო? არ გესაუბრო? არ გვაჩემი შეხედულება რა. მე მასამართლეთ სიტყვების ხალხატონები. აი ამ დარბაზში მოვკვდი, მაგით ზიბა და მე ხო არ დამიფრავს უნივერსიტეტს, თუ არ მისმია, წესრიგ წარმოგიდგენ არ ვიცი. ამ სიტყვებზე ზიბა და მეუბნები არ ვისაუბრე. პრობლემა არ არის. პრინციპში მე ხო გითხარით თავით. აი დავასრულე თუ შეიძლება პატივი გამგეთო დამასრულე. აი ამას ვამბობ, მეტი არ არის. თქვენც აი მაგალითისთვის, აი თქვენ გავბატონო, ნუ მიწით მართლა თქვენ არაფერს არ გეჩხუბებით კაცო თქვენ ჩამერჩით თორე მე არაფერი. აი თქვენ თუნდაც აი ამ ისთვისაც დასასამართლებლად. თქვენ ხო ამის უფლება არ გაქვთ. რომ არ გაქვთ უფლება ადამიანს არ მიცეთ საკუთარი ახლის გამოხატვის საშუალება. კი ბატონო, მე არ მაქვს ბევრი არაფერი სასაუბრო. მე გითხარი ქრისტით მაცნებელს. თუ ინგლისური არ იცით, ქართულად წაიკითხეთ თანაა. ეგ არის და ეგ. მაგალითად ძალიან მოკლედ ვიტყვა რომ მოსამართლე ძალიან ცალკე საუბრა აჩვენო ის პროგრამთან დაკავშირებით ასე სამართლის გადაცემასთან დაკავშირებით და დეპუტატებთან დაკავშირებით უბრალოდ მეც იგივე პოზიციაზე ვდგავარ საქმე უნდა გადაეცეს ვინაიდან სამართლის პროცესის ამოცანა და დანაშაულის ან სხვა მაცაცნა